გამარჯობა მეგობრებო, მე მქვია გიორგი მაესტრო გოჩელეიშვილი, თქვენ კი იმყოფებით გამა ნიუზზე. დავიწყოთ. როგორც მოგეხსენებათ მეგობრებო, როგორც არაერთხელ დამიანონსებია მე პირადად, ეს ნახდათ ასე იქნება. ანუ ყოველ ვიკენდზე აიწევა ტრახი გამა Fight Hall-ში. ჩვენ გველის მუშტიკრივის ძირითადი ლიგა, რომელიც უკვე 23-ში გაიმართება და ერთი დღით ადრე იქნება ოფიციალური face-to-face დაწონვების ცერემონია დილით და საღამოს კი კონფერენცია. უკვე ერთ კვირაში გაიმართება MMA-ის შეჯიბრი, სადაც თქვენ ნახავთ 8 უსასტიკეს ბრძოლას. ამ 8 ბრძოლაში 5 სპორტსმენი ჩამოვა აზერბაიჯანიდან. ერთ-ერთი მათგანი არის უკვე ჩვენთვის ცნობილი მუსა მუსაზადე, რომელმაც Fight of the Night მოაწყეს მანუჩარ კვაშილავასთან ერთად. ამჯერად მუსა დაუპირისპირდება აკაკი ხორავას და ამ ჩხუბის გარდა კიდევ ბევრი სასტიკი ბრძოლა გველის სხვადასხვა წონით კატეგორიაში. როგორც მუშტიკრივის ივენტზე, ასევე MMA-ზე დილით იქნება აწონვები, ოფიციალური აწონვების ცერემონია და face-to-face-ი, ხოლო საღამოს იქნება კონფერენცია. 30-ში კი MMA-ის შეჯიბრი. ასევე ჩვენ გეგმავთ გრეპლინგის დაბრუნებას. ეს თქვენთვის არ არის ახალი ამბავი, თუმცა რამოდენიმე ნიუანსის განახლება შემიძლია. პირველი ამ სეზონში პირველი გრეპლინგის შეჯიბრი ჩაივლის 13 სექტემბერს. ჩვენ გვინდა გამოვავლინოთ ყველაზე ესეთი წარმატებული გრეპლინგის გუნდი საქართველოში. ამიტომ ყველა ვინც ხართ გრეპლინგით გადაცებულები და ყველა მით უმეტეს კლუბს, ვინც ამ შესანიშნავ ხელოვნებას ასწავლით თქვენს სპორტსმენებს, გთხოვთ რომ დაგვიკავშირდით და იქნება თქვენი კლუბი იყოს პირველი, ვინც 13 სექტემბერს შეძლებს დაამტკიცოს თავის პირველობა. თუ როგორ შეიძლება გამაში მოხვედრა, ლოგიკური იქნება მეგობრებო, რომ კითხვა დაგებადოთ ასეთი. აზრი არა აქვს, ეს იქნება მუშტიკრივი, MMA, გრეპლინგი. ყველა ახალბედა, თუ არც ახალბედა სპორტსმენს, გაქვთ შანსი, რომ თქვენი უნარები გვაჩვენოთ, თავი გააცნოთ გამას მაყურებელს და აგიყვანოთ პროფლიგაში, შემოგთავაზოთ რამოდენიმე ბრძოლიანი კონტრაქტი. ანუ რაც შეეხება მუშტიკრივს, ჩვენმა მაყურებელმა იცის, რომ ყოველ თვე ვმართავთ სამოყვარულო ლიგის შეჯიბრებს, ანუ ეგრეთ წოდებულ ღია რინგს, სადაც უკვე 8 წლიდან შეუძლია ყველა ახალგაზრდას მიიღოს მონაწილეობა. თუმცა პროფლიგას რაც ეხება, 18 წლიდან შეგვიძლია პროფლიგაში აყვანა და ასე ვთქვათ, სამოყვარულო ლიგიდან პროფლიგაში სპორტსმენის გადაყვანა. გამას შემდეგი ღია რინგი, გამა მუშტიკრივის შემდეგი სამოყვარულო შეჯიბრი გაიმართება 6 სექტემბერს. ამიტომ წინასწარ ჩაეწერეთ, გაიარეთ რეგისტრაცია ჩვენს ვებგვერდზე www.gamafc.g და შეავსეთ სექცია მონაწილეობაში თქვენი მონაცემები. რის შემდეგაც 6-ში მოხვალთ და იბრძოლებთ გამა Fight Hall-ში და იმედია რომ ამ ბრძოლით შეიქმნით შესანიშნავ პერსპექტივას უკვე პროფესიონალურ ლიგაში. ხოლო რაც შეეხება გრეპლინგის და MMA-ის შესარჩევებს, ღია სპარინგების მეშვეობით ჩაივლის შესარჩევები 7 სექტემბერს. 7-ში იქნება სავარაუდოდ ჯერ გრეპლინგის მეჩაპები, ხოლო მერე MMA-ისი. აქ სპორტსმენები, ვინც თავს ასე ვთქვათ, გამოამჟღავნებენ და მათ საუკეთესო სკილებით ჩვენ დავინტერესდებით, მიიღებენ გრძელ ვადიან ხელშეკრულებას. როგორც მუშტიკრივში, ასევე MMA-ში, ასევე გრეპლინგში. მაშასე გავიმეორებ, რომ ყოველ ვიკენდს გამა Fight Hall-ში აიწევა სასტიკი ორთაბრძოლები მუშტიკრივში, გრეპლინგში და MMA-ში. ამიტომ მეგობრებო, ახლა უკვე სპონსორებს მივმართავ. თქვენ გეძლევათ შესანიშნავი პლატფორმა, რომ გაიტანოთ თქვენი ბრენდი თუ თქვენი კომპანიის სახელი ფართე აუდიტორიაზე საქართველოში და უკვე მარტო საქართველოშიც არა. ამიტომ ყველა, ვინც ხარ დაინტერესებული თანამშრომლობით ამ ხელა უკვე კომპლექსურ და დიდ ორგანიზაციასთან, გთხოვთ, მოგმართეთ
და ჩვენ დიდი სიამოვნებით შემოგთავაზებთ ორივე მხარის მომგებიან თანამშრომლობის პირობებს. მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გამა TV-ს გაუქმებისა და ახლოვეს პერიოდში ტრანსლაცია არსად არ დაიდება, გამას ვიდეოს ნახვა შეიძლება მხოლოდ YouTube-ზე, post-production-ში. თუ გინდათ live-ში ვიდეოს ყურება, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ გამა Fight Hall-ში, შეიძინოთ ბილეთი, სხვათა შორის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ უკვე ამ ივენთებზეც, ასევე მომავალ ივენთებზე. MMA-ის კარდი უკვე საიტზე დევს, აგვისტოს კარდი უკვე საიტზე დევს და მომავალი ივენთების ეს იქნება გრეპლინგი თუ სექტემბრის მუშტიკრივი თუ სექტემბრის MMA, ასევე წინასწარი ფაით კარდები მალე ჩამოყალიბდება და შემდეგ კვირას დაიდება. ხოლო რაც შეეხება გამა TV.G-ს, იმასთან ერთად რომ ბევრს გაუხარდა რომ ტრანსლაცია როგორც ასეთი არ იქნება და გაუხარდა იმ მიზეზით ასახსნელია მე მგონი რომ სპოილერები არ დაიდება εν რაოდენობით, ანუ ძალიან დიდ დარტყმას გვაყენებდა ის ფაქტი რომ ტრანსლაციას ჩვენი არც ისე თუ ერთგული მაყურებელი იწერდა და სპოილერებდა დებდა TikTok-ზე უპირველეს ყოვლისა და ამაზე გამკლავება ჩვენ უბრალოდ ფიზიკურად არ გამოგვივიდა, ვინაიდან TikTok-ი შეიძლება ითქვას უპირატული პლატფორმაა, როგორც მინიმუმ პირატებს ხელს უწყობს და როგორც ასეთი ჩვენც იმ სერვისს, რომელსაც ჩვენ ვიყენებდით, სათანადო დაცვა არ ქონდა. და ლოგიკურია, რომ ბევრ მაყურებელს, რომელსაც უხაროდა ვიდეოს მაღალ ხარისხში ნახვა YouTube-ზე, კმაყოფილი დარჩა იმით, რომ წინასწარ აღარ დახვდებათ TikTok-ის ფორმატის ვიდეოები, გადაღებული ტრანსლაციების დადება და ასე შემდეგ. თუმცა არის დიდი ნაწილი აუდიტორიისა, რომელიც ამბობს რომ ჩვენ რა შუაში ვართ, ჩვენ პირიქით გამას გვერდში უდექით, გამას როგორც ორგანიზაციას, გამას მებრძოლებს, ვიხდიდით ამ $5, რაც ღირდა ტრანსლაცია თვეში და სიამოვნებდით. და ბევრი გვწერს დღემდე რომ დააბრუნეთ ტრანსლაცია, რამენაირად სხვანაირად გაუკლავდით ამ სპოილერებს. დღესდღეობით ჩვენ სამწუხაროდ ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილება თუ როგორ გაუკლავდეთ სპოილერებს, თუმცა ის გზა რაც ვნახეთ რომ მარტო post-production-ზე გადავიდეთ, არის ერთადერთი გამოსავალი, რასაც ვხედავთ ჩვენ დღეს. თუმცა პატივცემულო მაყურებელო, შენი აზრი ყოველთვის გვაინტერესებდა და ეხლაც არ არის გამონაკლისი. გთხოვთ ყველამ დაწერეთ კომენტარებში და რაც უფრო ვრცლად და განმარტებულად ახსნით თქვენს ლოგიკას, მით უფრო უკეთესად გავიგებთ ჩვენ თუ რამდენად კრიტიკულია ჩვენს მაყურებლისთვის პირდაპირ ტრანსლირების საკითხი. თუ უმეტესობა თვლით რომ სპოილერებს ჯობია post-production-ში დაიდოს ვიდეო, დაველოდებით ერთი კვირა არ არის პრობლემა, დაწერეთ ეს აზრი კომენტარებში. თუმცა თუ საგზნობი ნაწილია იმ ხალხის, ვინც არის მზად რომ ტრანსლაციაში თანხა გადაიხადოს, რომელიც არ არის რაღაც აუარებელი, ხო, სულ $4.99 ღირდა და ამით ორგანიზაციას გვერდში დაუდგეს, წინ წაწიოს და ასე ვთქვათ, მოგცეს შანსი, რომ საერთაშორისო დონის ორგანიზაცია გავხდეთ, ასევე დაწერეთ თქვენი კომენტარები. და რავი, ისენი, ვინც ასპოილერებდით, თქვენც თუ დამიწერთ, რატო არის თქვენთვის პრინციპული, რომ ქართულ ორგანიზაციას, რომელსაც თითქოს და გულშემატკივრობთ, ძირი გამოუთხაროთ ამ სპოილერით, რავი, თქვენი აზრით ჩემთვის საინტერესოა, იმიტომ რომ, არაერთხელ პირდაპირ მითქვია, რომ მხოლოდ თქვენი საქციელი არის იმის ფუძე, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ post-production-ზე გადასვლა. და რა ვიცი, თქვენი აზრი ახლა კი ბატონო ინკოგნიტოდ დაწერე რაღაც მგელი დაიდე ავატარზე და ვასო ვასიაშვილი დაირქვა, მაგრამ დაწერე შენი აზრი თუ აი რატო აკეთებ ამას, რომ რეალურად რაღაც დიალოგი დავიწყოთ, ხო, რომ შევიმუშაოთ რაღაც, იქნებ ჩვენ შევძლოთ ისეთი პირობების შემოთავაზება, რომ დასპოილერობასა და ორგანიზაციის პირდაპირ ზიანის მიყენების მაგივრად ეს თუ რა თქმა უნდა თვით მიზანი არ არის, გამოადგე ორგანიზაციას, შენც იხეიროთ, ჩვენც ვიხეიროთ, ჩვენი თანამშრომლობა. ეს არის და ეს. ანუ, მოკლედ, ძალიან გვაინტერესებს თქვენი აზრი გამას ტრანსლაციებთან დაკავშირებით. აქვე დავამატებ ერთ მომენტს.
ბევრი ასეთი მრჩეველი ყავს, რომელიც ძახის, რომ YouTube-ზე ტრანსლაცია გააკეთეთო. ვერა, მეგობრებო, უბრალოდ არ ღირს. ტრანსლაცია არის საკმაოდ დიდ ხარჯთან დაკავშირებული. ანუ post-production-ში ვიდეოს გადაღება ერთი თანხა, ტრანსლაციაში ვიდეოს გადაღება ამ თანხას ზრდის. ამიტომ ჩვენ თუ ტრანსლაციის მონეტიზირებას ვერ ვახერხებთ და YouTube-ით დაივიწყეთ ყველამ YouTube-ი, იმხელა მიზერულ თანხებს იხდის ჩვენს არხში, რომ ხარჯთან რო შეადარო, ჩათვალე არ იხდის საერთოდ. ამიტომ ტრანსლაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, როდესაც ჩვენ მის მონეტიზირებას შევძლებთ და ორგანიზაციას რაღაცას შევმატებთ, ხო? იგივე სტატუსი იქნება თუ ბიჭებისთვის რაღაც ზედმეტი თანხის გამომუშავების საშუალება, მაშინ მივესალმებით, თუმცა თუ ჩიტი ბრდღონად არ ღირს, მაშინ რისთვის ავიტკიოთ თავი და YouTube-ით ვერ ხდება ტრანსლაციის მონეტიზირება. არ არის ამის საშუალება. ან თუ ხდება, ეს არის კაპიკები, რომელიც გასათვალისწინებლადაც არ ღირს. ამიტომ არის არჩევანი ან ტრანსლაცია, რომელიც εν რაოდენობით თანხა ეღირება, იმას ძვირი არ იქნება, რაც იყო, ან post-production-ი YouTube-ზე. რომელი გირჩევნიათ, დაწერეთ აუცილებლად, ძალიან ვითვალისწინებთ თქვენ აზრს. შემდეგი ნიუსი, რაზეც მინდა გადავიდე, ეს არის ჩვენი მუშტიკრივის მებრძოლების ასპარეზობა საზღვარგარეთ. როგორც მოგეხსენებათ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნაირ მელიქიანი არც ისე თუ დიდი ხრის წინ წავიდა ასე დიდ პრომოუშენში, როგორიცაა RCC, მოგება მოიპოვა, რასაც კიდევ ერთხელ ულოცავთ მას. და ახლო მომავალში ჩვენ ვამუშავებთ ნაირის ბრძოლას, საჩემპიონო ბრძოლას სავარაუდოდ 70 კილოში გამაში. თუმცა რაც ეხება შემდეგ მებრძოლს, რომელიც მიდის საზღვარგარეთ საბრძოლველად, ეს არის აირონ ლაშა როინიშვილი. ლაშა მიდის თვის ბოლოს 30 აგვისტოს რუმინეთში BKFC eventზე, Bare Knuckle Boxing Championship. და ის ჩაატარებს ბრძოლას მძიმე წონით კატეგორიაში, შიშველ მუშტებზე. მე მინდა რომ ყველას მოგიწოდოთ რომ წარმატება ვუსურვოთ ლაშას, ეს საკმაოდ ძნელი გამოწვევა, საკმაოდ კი არა ძალიან ძლიერი მეტოქე ყავს, პროპ მოკრივე, თუმცა მე ვიმედოვნებ რომ ლაშა სათანადოდ არის მზად, როგორც მორალურად, ასე ფიზიკურად, ამიტომ ვუსურვოთ ლაშა როინიშვილს გამარჯვებით დაბრუნება საქართველოში. და ბოლო ამბავი, რითიც მინდა მეგობრებო დავამთავროთ ჩვენი ნიუსების სერია, ეს არის უცხოელი მებრძოლები უფრო მეტი და მეტი იქნებიან გამაში. ანუ უშუალოდ MMA-ის შეჯიბრზე, როგორც თქვი, 5 მებრძოლი ჩამოყავს აზერბაიჯანიდან და MMA-ის ფარგლებში რამოდენიმე თურქი მებრძოლიც მოვაწერეთ. თქვენ იცით რომ რამოდენიმე მებრძოლი საზღვარგარეთიდან მუშტიკრივშიც იბრძვიან და ჩვენ კიდე მოვაწერეთ რამოდენიმე თურქი მებრძოლი მუშტიკრივში და ასევე მოვაწერეთ რამოდენიმე მებრძოლი მუშტიკრივში უზბეკეთიდან და უზბეკეთიდან 2 მებრძოლი უკვე სექტემბრის ქარდზე ჩამოვა გამა prison break-ზე, ამიტომ გვადევნეთ თვალი ჯერ კიდევ ბევრი სიახლე გელით წინ, თვალი არ დაახამხამოთ, შევიკრათ ერთ მუშტად, შეუდიოთ.